გარედან შეიძლება რომ ადამიანს შევხედოთ და დავადგინოთ მისი რასა, ხო თუნდაც. და ისეთი ელემენტარული რაღაცები. ხო და რატო უნდა გავჩერდეთ მანდ? რეალურად ბევრად მეტი არის, რაც შეიძლება რომ ადამიანზე დაკვირვებამ შემოგთავაზოს და უნდა ვისარგებლოთ ამით. სახეზე რომ გავჩერდეთ ცოტა ხანს, ძალიან კარგი ინდიკატორი მენტალური დაავადების, რომელიც თანდაყოლილი აქვს ადამიანს, ეს და ამას ხშირად შენიშნავთ გოგოებში, ყურის უკან თუ დაინახეთ კანი, რომელიც არის ესეთი დანაოჭებულიც არა, რაღაცნაირი, კანი უხერხულად ერთად შეკრული, თითქოს რაღაცა სახის გაწელვის ოპერაცია ჩაუტარეს და მერე ერთად რო არის კანი რაღაცნაირად აზელილ მოყოლილი ერთმანეთში, რაღაცნაირად დანაკეცებული კანი. ყურის უკან დააკვირდით, გოგოებს თუ აქვთ, ეგ პირდაპირი ნიშანი არის, რომ დაიბადა ბრაკი და შესაბამისად მას ბევრი მენტალური დაავადებაც ექნება. ასევე ყურებზე კიდე იმისი თქმა შეგვიძლია, რომ რაც უფრო მოკლე და პატარა აქვს და ისევ გოგოზე გავამახვილებ ყურადღებას, ყურები მით უფრო ის ადამიანი არის რაღაცნაირი ბოღმა, მარტივად იმახსოვრებს წყენებს და მაგას არასდროს ივიწყებს და რაღაცნაირი ბოროტ ადამიანს, რასაც უწოდებენ, მსგავსი არის. პატარა ყურები ამისი ინდიკატორია, ისევე როგორც დაიმახსოვრეთ ეს გაითავისეთ მოკლე კბილები გოგოებზე. მოკლე კბილები, დააკვირდით, მოკლე როდესაც აქვს გოგოს კბილები და შესაბამისად ანუ ხრძილები მეტი, ეგ ასევე ნიშანი არის, რომ ის ადამიანი არის არანორმალურად ბოროტი, არანორმალურად ბოღმა და რადგანაც ბიჭები მიყურებთ, მგონი სჯობს, რომ გოგოზე კიდე 1-2 რამე ვთქვა და გოგოებსაც თუ ენდომებათ, რომ ბიჭზე ვთქვა მსგავსი რამეები, მსგავსი დაკვირვებები გამოააშკარავოთ, დაწერეთ და თქვენი სურვილიც დაკმაყოფილდება. ეს არის ღუტუნი. აი მაგალითად, გოგოს თუ კი ღუტუნის შეგრძნება დაქვეითებული აქვს, ან არ აქვს, ეს 99.9% შემთხვევაში არის იმისი ინდიკატორი, რომ ეს გოგო ძალიან ბევრ ბიჭთან არის ნამყოფი. ახლავე გაწევრიანდი დახურულ არხზე, ლინკი აღწერაშია და პროფილზე, გეყო დროის კარგვა და გელოდებით ელიტარულ სივრცეში.